ჩემი აზრით ჩვენ რუსეთისკენ მივექანებით ხელგაშლილებს. და რა არის ხა საჭირო რომ ეს პროცესი ჩვენ შევაჩეროთ და არ აღმოჩნდეთ რუსულ ორბიტაზე? თან სწორი კანონების მიღება, ხალხის მოსმენა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სასამართლო სისტემის შესწორება, ადამიანის უფლებების დაცვა, ძალიან ბევრი რამ უნდა შევცვალოთ. ძირითადი შემოსავლის წყარო ევროპიდან მაქვს. მე და ჩემი მეუღლე ექვ ვიმყოფებით და როცა საშუალება გვაქვს ჩამოვდივართ აქ. რამდენი წელია ხარ ნიდერლანდებში ცხოვრობ? ნიდერლანდებში 2 წელი ვცხოვრობ. უბრალოდ თვითგადარჩენა რა, მე, დედა, მამა, ჩემი ძმა, ყველა ერთად ვცხოვრობთ, იმის გამო რომ საშუალება არ არის ძალკე რო გახვიდე და იცხოვრო. მე მთელი სულ დამოუკიდებლობა მინდოდა, მაგრამ იმის საშუალება არ არის ჩვენს ქვეყანაში, რომ 18 წლის ბიჭი მაგალითად სახლიდან წავიდეს და იმუშაოს, თავისი ცხოვროს, ქირა გადაიხადოს და საჭმელი, იმიტომ რომ ან ქირა უნდა გადაიხადო, მთელი ხელფასი ან პროდუქტი იყიდო. და სალკე სხვა ფუფუნებებზე, რასაც ფუფუნებას უძახი, წინავდეში ფუფუნებაც არ არის, ელემენტარული შოპინგი და ეს რაღაცეები ეგ უკვე ზედმეტია. სამწუხაროდ დროთა განმავლობაში რა ქვეყნები ვითარდება და საქართველოში არაფერი არ იცვლება, პირიქით უარესდება, ხელფასები არ იზრდება, ინფლაცია იზრდება. მე მაგალითად აქ თავს ვერ ვართ მე ვერანაირად, მიუხედავად იმისა, ენები ვიცი, მუშაობ, ბევრი დიდი გამოცდილება მაქვს ძალიან ბევრ სფეროში, მაგრამ 1000 ლარი, 1500 ლარი, 2000 ლარი რო ვიშო სამ ხელფასი, მადლობელი უნდა ვიყო, მაგრამ სინამდვილეში 2000 ლარი არაფერი არ არის საკმარისი. ჩვეულებრივი, მარტივი, უმარტივესი რუსული პროპაგანდა, რაც არ შეცვლილა მე ყოველ შემთხვევაში რაც 33 წლის ვარ, რას ვაგვირდები, არაფერი არ შეცვლილა. ეს ვითო LGBT პროპაგანდა და სპეკულირებენ ძირითადად ასაკიან ადამიანებზე, ვინც გამოიარა ომი, თემად ომით აშინებენ, ბევრი ფეიკი ნიუსები, ვიდეოების მონტაჟი. რატომ სიამოვნებაში არ არის ეს ომის საფრთხე, რომ რუსეთმა ომი დაგვიწყოს? რუსეთთან ომის საფრთხე ყოველთვის იქნება და რუსეთს რო ჩაუბარდეთ და ყველაფერი ჩაუბაროთ, ეგ მაინც არ გვიშველის, იმიტომ რომ კი ახლა მთავრობა მაქსიმალურად რუსეთისკენ არის შებრუნებული, მაგრამ საზღვარს მაინც ცოცავს ჩვენსკენ ყოველდღე იწევა და არაფერი არ იცვლება, ასე რომ იმის შიშით რომ რუსეთი თავს დაგვესხმებაო, მაგის გამო თავისუფლებაზე უარის თქმა სისულელი ამით. აი სამხრეთმა თუ ჩაანაცვლამ, რომ საქართველოს ამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხო შეიძლება უვიზო ცდებს სამხრეთმა მიიღოს და ჩვენთან გაუქმდეს. სომხეთს თუ მიიღებენ ევროკავშირში ან თუნდაც ძალიან გამიხარდება